ახალი თეატრის მანიფესტი ჩვენ გადმოვცურავთ ზღვას რეგიონებში სულას აგრძელებს. მორიგი ღონისძიება გორში სტალინის ბაღში გაიმართა. მანიფესტის მონაწილეებმა ქართული ოცნების პოლიტიკა გააპროტესტეს და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის მსახიობის ანდრე ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვეს. მანიფესტის მთავარი სათქმელი არის სოლიდარობა, იმიტომ რომ როგორ განსხვავებული აზრიც არ უნდა გქონდეს ადამიანებს, ჩვენ ერთი ქვეყანა გვაერთიანებს და ერთნაირი პრობლემები გვაქვს, ეს გინდა არ ვიცი, სულ რომ დავიწყოთ გაძვირებული ფასებით და ქვეყანაში სხვა პრობლემებით, მაინც საერთო პრობლემებია ეს ყველასი და მთავარი მანიფესტის რაც არის ის რომ ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, რომ მოვისმინოთ იქ მაცხოვრებელი ადამიანების სათქმელი და პროტესტი და ეს სოლიდარობის ჯაჭვი და ტალღა გადადიოდეს რეგიონიდან რეგიონში. ეს არის საშუალება იმის, რომ თვითონ რეგიონმაც გააჟღეროს თავისი საჭიროებები, თავისი სათქმელი თქვას, ადგილობრივ ხელისუფლებას თუ მუნიციპალიტეტს უთხრას ის ასეთი ფორმით, როგორი ფორმაც ამ შემთხვევაში ახალი თეატრი გვთავაზობს და გვაძლევს საშუალებას, განწყობებს რაც შეეხება არის საბრძოლო, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას. ჩვენი ძირითადი ორი მოთხოვნა, რომელიც არსებობს ქვეყანაში იმისთვის, რომ ეს კრიზისი დაიძლიოს, არის ხელახალი არჩევნები და დაპატიმრებული, უკანონო დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. გორი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ხალხმა ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი, რას ნიშნავს, როცა ეს საშინელი არც მინდა ხოლმე დავასახელო, ეს საშინელება გებრძვის. ძალიან კარგად იცის ამ ხალხმა და ძალიან დაზიანებულები არიან განსაკუთრებით ალბათ გორი და ამიტომ მგონია რომ დღეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის შეგრძნება მაქვს. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონში მქონდა პასუხისმგებლობის შეგრძნება, თუმცა აქ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვგრძნობ, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ჩვენი სათქმელი ვთქვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ იმისთვის ჩამოვედით, რომ მოვუსმინოთ გორელ არაჩვეულებრივ ადამიანებს.